მისურათურება ხოლმე საქართველოს განთავსებული თბილისის հետაგედოს შემოვლე გააჩნია თავის სამუშაო ინდივიდუალური ანალიზური ტექნიკური და მატერიალური ახალი თქვენთვის არის ცნობილი ხარობის დადგენილები განსაზღვრულია 2000 მოვალეობის პირობებში. ყველას მინდა დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ მინდა მადლობა გადავხატოთ ჩემს წინამორბედებსაც, მინისტრებსაც. გამოცდილებაზე დაყრდნობით შევძლებთ ჩვენ ისეთი ის გამოცდილება, რომელიც დაგროვილი იყო რეგიონალური განშორებას აძლევს ახალგაზრდებს, გაიაროს სამხედრო სავალდებულოს. მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. ამ სააგენტოს ჩამოყალიბება უკავშირდება უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც გულისხმობს ახალი მეთოდით, ახალი სისტემით სამხედრო გაწვევების ორგანიზებას. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ უკვე 2 თვეა ამ ახალი სისტემით მოქმედებ და უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს სახეზე. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სააგენტოს ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გაუსვა იმ მონდომებას, რომელიც აქვს ჩვენ სამხედროებს და ასევე სამოქალაქო პერსონალს, რომელიც აქ მუშაობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი სამუშაო არის გაწეული ასეთ მოკლე დროში. ცენტრი ემსახურება საქართველოს მომავალს და საქართველოს მომავალი წარმოუდგენელია თავდაცვის ძალების მყარად ფეხზედგომის გარეშე. და რა თქმა უნდა, გაწევასა და რეკრუტირებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სამხედრო ძალების განვითარებისათვის. რეფორმის ფარგლებში დინამიკა არის მზარდი, საზოგადოებაში გაჩნდა მეტი ნდობის ეფექტი, ნდობის ფაქტორი და შესაბამისად ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური პროცესი. სააგენტო ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტოტექნიკით, ახალი ინფრასტრუქტურით და მუდმივ პროცესში მიმდინარეობს დაკომპლექტების და განახლების პროცესი. გაწევა ხდება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მასშტაბით, შეიცვალა ვადები. ვადები გახდა 12 თვის ნაცვლად 6, 8 და 11 თვე. გაიზარდა ანაზღაურება, შესაბამისად გაჩნდა სრულებით ახალი ნებაყოფლობითი სამსახურის სისტემა. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო პირი თავისი სურვილით გამოძახებამდე გამოთქვავს ნებას, რომ იმსახუროს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ის ანაზღაურებაზე მიიღებს 30%-იან დანამატს.